Rachma. Gačeka da magito dauši, mada ih ragaši kod problemas. Daistука? Телехида самзиман ერთად რომ გადავიხადოთ ლამპა. Მოკუდა всё, ეგარი. მოსე. ბავშვობიდან ვიძახდი, რომ 3-3 ძალიან კაია თქო. და დღეს გადავწყვიტეთ, რომ 3 ავტომობილი მოგვიყვანა დრაგზე. ეს არის BMW 125, BRZ-ის swap-ი და რა თქმა უნდა 370, მაგრამ ჩვეულებრივი 370 არ არის. Supercharger-ი 370-ია. სამივე ავტომობილი დაახლოებით ერთ კლასშია, რა თქმა უნდა, ყველა უკანა წამყვანებია. ზოგი swap-ია, ზოგი დანასტროიკებულია, ზოგს რა გაკეთებული, ზოგს რა გაკეთებული. 370 არის ავტომატიკა, ხოლო აი ეს ორი მანქანა ჩემს უკან კი არის მექანიკა. მაგრამ ასეა თუ ისეა, მე მგონია რომ ძალიან საინტერესო იქნება ამ სამი მანქანის ჯახი ერთად. თუმცა სანამ ჯახზე გადავალთ, მოდი ნახოთ სათითაოდ ყველა მანქანას რა გაკეთებული ფლობელებთან ერთად. თქვენ კიდე არხის გამოწერა არ დაგაგწევთ, ვისაც გევასებათ 3-3-ები? არა, უბრალოდ ვისაც გევასებათ დრაგები, გამოიწერეთ და ჩაუჯექით ვიდეოს. მოკლედ, ძალიან იშვიათი პროექტია მართლა. ესე იგი, მოიცა. ახლა მივხვდი რა ხდება, როგორი გადატვირთულია ესე? ნახე? ვაფშე ადგილი არ არის არა. ჩვენი სუპერჩარჯერი, ანუ კომპრესორი არ არის რეალურად, ანუ კომპრესორებს უფრო აქ ეძახიან ხოლმე იმას, რომელიც დგება, ანუ სხვანაირი მოწყობილობაა რა. ისაც რემენზეა ბაზარი არა, მაგრამ ესეთი ტურბინის ფორმა არა აქვს ხოლმე რა და სუპერჩარჯერებს უფრო ეძახიან აი ესეთ ტიპებს რა. და სადაა გაყვანილი CVHR-ი? დაბლიდან იღებს CVHR-ს, დაბრაკ ორი პატარა ფილტრი და ვოზდუხამერიც. საღოლ, ანუ იმენა კარგად მოფიქრებული ნაწვალებია, როგორც მივხვდი. ინტეიკი აქ ვაფშე შეცვლილია, როგორც მივხვდი, იმიტომ რომ ვაფშე სხვანაირი ინტეიკი აქ 3 და 7 და გაგრილება აქ დაყენებული, ეგაც ძალიან მაგარია. ინტერკულერი აქ საერთოდ არა გვაქვს. პირდაპირ წყალზე არის გაგრილება შემსვლაში. ეგაც დაბლა პატარა კულერი აყენია წყლის. ხო, ამის ხო, აი ეს. ხო, დაბლა ჩადის ცირკულაცია. ამას აქ თავისი насოსი ექნება კიდე ცალკე ალბათ, ხო? სავარაუდოდ. მაგას თავისი ისა კი რა თქმა უნდა კი. კი. და ერთი ეს რატო აწერია ხო არის? 93 ოქტანი. ეს არის როგორი თემა, იცი? ესე რო ახდი და ზოგ 93-ზე რეგულარზე დავდივარ. და ეგ თემა არის. ნასტროიკაც უეჭველი ექნება. თავისი აფრევისისა რა. მაგ პლატფორმაზე აქ გაკეთებული ძალიან ძველი პრაშულკა წერია რა. ხო, მაგრამ იმენა ამ კომპრესორისთვის, ხო? კი, რა თქმა უნდა. ანუ გამზადებულია ყველაფერი. ხო, ყველაფერი ჩამოგაქვს და აწყობი და $9,000-1000 გადახდილი ამ კიტში. დაყენებული ეგრევე. ყველაფერი ისეთი მეპატრონე იყო რა ეტყობა. დააყენა, მალევე დაამტრია და წამოვიდა აქეთ. როგორც ყოველთვის. აუ, აქ კიდე თვალში რაც მოხდა. ამას აქ ორი დროსელი ზოგადად ეს ძრავები რა, ანუ ინტეიკა ეგ რო დგება. ერთი დროსელი გამოდის ხოლმე აქეთკენ იყურება და მეორე დროსელი იყურება ხოლმე აქეთკენ რა. და აქ ორ დროსელზე გვაქვს ისევ სისტემა და სამაგიეროდ გაკეთებული არის შემშვები მილის გაყოფა აი აქ რა. მე შეხედე ერთი კარგად. კარგი, სტენდზე ან რამეზე იყო აქ? კი. ახლა მაგას მოვითმენდი და ვაყენე ეგრევე. ხო. და რამდენია და 393 ცხენია ჩვენა საბურავზე და 400 ნიუტონი საბურავზე. დაახლოებით თქმის 400 ცხენია საბურავზე. ხო, დაახლოებით გამოვიდა 460 ცხენი ძრავზე და 480 ნიუტონი ძრავზე. აი დაახლოებით ეგრე რა. მაგარი პროექტია. საო. სადასტო გავლები გავაკეთოთ. შენ შეხვდები, მიხვდები როგორ უნდა დაძრა. ამაზე ლანჩ კონტროლი და რაღაცები როგორ შეიძლება არა.
არც ვიცი იწერება თუ არა სიმართლე. იმას აქვს ლანჩ კონტროლი, ჩაწერილი აქვს მექანიკა, მაგრამ ამას არა აქვს. ხო, მაგრამ მაღლებში ის მაგრად იგლის. შეიძლება ადგილზე ის კარგად იაროს, მაგრამ. გაი, ნახოთ, მოკლედ ძალიან საინტერესოა რა. აბა წარმატებები ძმაო, შენი შეხვდებით. გაიხარე ძმაო, გაიხარე. ეგარი, კაია. 370 ზეტი, კომპრესორით, უბრალოდ სუპერჩარჯით, 402 მეტრის პირველი გასვლა. შეგიძლია დასტარტო. ავტომატიკა უგდებს შემდეგ სიჩქარეში და დაბალ ბრუნზე ხვდება მერე. ეგ არის პრობლემა, ეგ არის პრობლემა. მოგრეთ ჩვენი მაყურებლების საყურადღებოდ ჩვენ გვაქვს ჯგუფი Facebook-ზე ალექსანდრე ხეროდინაშვილი დრიფტი განს, სადაც ჩვენი მაყურებლები და გამომწერები დებენ ხოლმე თავიანთ მანქანებს. რაც ხენი მიაწერეთ ჰეშტეგით დავდგეთ ძმა და ვცდილობთ ხოლმე რომ საინტერესო მანქანები ავარჩიოთ. მესმის რომ იქ ყველას თავის მანქანა უყვარს, მესმის რომ ყველას თავის მანქანა გამოჩენა უნდა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ რომ ისეთი მანქანები და ისეთი წყვილები ავარჩიოთ, რაც საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის და რაც საინტერესო იქნება ჩვენთვის. ასე რომ ბოდიში ყველას რომ ვერ გარჩევთ, სხვა გამოსავალი არ არის, მაგრამ ასეა თუ ისეა, რამე აიკონი ან მაღალცხენისალიანი მანქანა რამე თუ ყავს, ჯგუფში დაპოსტეთ და აუცილებლად განვიხილავთ თქვენ მანქანას. კაი, მომიყევი ხა შენ მანქანაზე, ანუ სვაპია, ხო? იმიტომ რომ ტურბო ბერზები გამოდიოდა, როგორც ვიცი, არა ხო საერთოდ. ტურბოები არ გამოდის ზოგად ცხოვრებაში. გრიდის ატელიე უშვებს, ისიც იაპონიაში, აი როგორ იცი? მილიონიდან 5 ცალი აქვს გამოშვებული, აი ეგეთ ვარიანტი. ისიც ანუ ქარხმად მაინც არ ითვლება. აი, просто გრიდმა აიღო 10 ცალი, 20 ცალი გააკეთა და ბაზარზე გამოიტანა გასაყიდად. ჩათვალი არ არსებობს ქარხმული ტურბოები. შენ ამ შემთხვევაში გიყენია ძრავი Subaru-სი, AG20, ხო? AG20 თუ EJ20. აუ ხო, მაგას ეხა მოხდა ვიღაც კომენტარი კიდე ის Mercedes-ი რო გადავიხეთ, GT-ს ვეძახცი და GT რომელ ენაზეა ძმაო. აი, არ ვიცი, მოკლედ თავი არის ის, რომ შინაარს იგებდეთ რა, ეხა ქართული გრამატიკის და რაღაცების გაკვეთილები აქ არ გვაქვს სამწუხაროდ. თქვენ თუ გინდა მაინც დაწერეთ არა კომენტარი. წამორთ ჩაგვეხედებ. რა ხდება კაპოტში? მოკლედ, აქ ყველაფერი იგივეა, გარდა იმისა, რომ აი ეს დაემატა, ხო? საერთო ჯამში ყველაფერი იგივეა, ანუ ვიზუალურად Subaru. მოდი რომელ წელს დაიწყო Subaru-ს წარმოება? ნუ როცა დაიწყო რა. როცა გამოუშვა 2025 წლამდე, აი ამასო დახედავ არის იგივე. არაფერი არ შეცვლა, ესე არის მახინჯი პაუკი, რაღაც ყველაფერი ესე. რია ერთმანეთზე? ჩვენ უბრალოდ დავიღეთ twin turbo ძრავი. B4-დან, Subaru B4-დან ჩავდგით, საერთოდ ქარხმული სტანდარტი ძრავია და ორი ტურბინის მაგალითად ავაწყოთ ლამაზი კოლექტორი ნერჯისგან და დავაყენეთ ერთი ტურბინი. ეგ არის და Porsche. ცოტა ნეგატიურად ხო რა ამ ძრავებთან განწყობილი მე, მაგრამ ერთი ძალიან დიდი უპირატესობა აქვს, რომ მთელი სიმძიმის центრი აქვს დაბლა და ძალიან კარგად დგას მაგიტო. შმარ კაი ფართოც არის. კი, ანუ Subaru და ბალანსი ხო ისე ერთად შერწყმანდი არის Subaru და ბალანსი. რამდენ ბარს უბერავს ახლა? ეხლა უბერავთ 1.2 ან 1.1 ბარს. პიკი გვაქვს 1.2 ყოველ შემთხვევაში. და რამდენი ცხენი დაждდა? და გვაქვს 335 საბურავს. 335 ცხენი გვაქვს. 335, მაგრამ არის ყველაზე მსუბუქი მანქანა ეხა ამ სამში, იმიტომ რომ ერთი ყოფს
370 Z კომპრესორით, მეორე 125 და როგორც მახსოვს, შენი წონა უნდა იყოს 1200 Z მექანიკა არ ვიცი, არის თუ არა. Z მექანიკაა? ავტომატი. ხო. ხო, მაგრამ ანუ უკვე ერთი პლუსია, რა. რომოს? Z-ს. ბიჭო, ამ თაობის ავტომატური კოლოფები ისე კარგად ვერ მუშაობს, როგორც თანამედროვე, ხა? ეგ მანქანებთან შედარებით პლუსი ის მაქვს, რომ ვარ მსუბუქი. ხო, მაგას 1220 კილოა ჩემი მანქანა. უი, რა სიტყვი ხო? ნუ ამ ყველაფრით რავი რა დაემატებოდა 20 კილო ალბათ, ნუ 1220 ვთქვათ რა. 20-30 კილოს დამატებდი. თან აჭამეთ ხარ ეხა მithontes. ხო. ნუ BMW მაინც 6 ცილინდრია. 6 ცილინდრი ხანუ თორქი ყველა ვარიანტში შემზემეთი ექნება. ეს საერთოდ ვეაბრაზნი 6 ცილინდრია. და პლუს კომპრესორი. თან ავტომატიკა, დაბლები აქვს, რავი. საერთოდ უშუალო. თავის ჩენელზე გავუ ეხა ამას შევსებს და მე ზაეს როგორ ასწრებე. კარგი ხა, არ გვინდა იქ ბაზარი. ტირილი დავიცე. всё, წავიდა ივარჯიშე წადი. მოკლედ, მართლა წეღა. რა მსუბუქი კაპოტი აქვს, ბიჭო. კაპოტი შორ საწონინო, ხო ეს? რამდენია? 6 კილო და 100 და ქარხული. ძალიან მაგარი. ალუმინია? კი, ალუმინია 6 და 100 მთლიანი კაპოტი. აი, საუბრ ძმო. მოხსენი, ხონდა ავწონე 7 წლის უკვე. საუბრ. იმის არის მტვერი რაც სპეციფიკა. დაფრთხება აღარ ნამდე. ოკეი, დრაგის მოწყობილობით ზომავთ, ახლა ამ ყველაფერს რავი ადრეს მახსოვს რომ რამოდენიმე დაწერა. რითი ზომავთო და ეს ჯიგარია და აპლიკაცია ჭირდება კიდე ამას რა. და ვნახავთ 402 მეტრს როგორ გაივლის. მაგრამ მე რაც დავამუღამი წინა დრაგებიდან გამომდინარე, რა ხდება ხოლმე იცი რომ დროს რასაც ვაჩვენებთ მე წყვილებში რო დგებიან, უკეთეს დროში დადიან რა. იმიტომ რომ უფრო ხურდებიან, უფრო ასფალტის უფრო თვევა და რაღაც, მაგრამ ხო უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ რომ რასაც დავაფიქსირებთ, სავარაუდოდ უკეთესი დრო ექნებათ ცოტა კიდე გასვლის დროს. ტენგის ტრაკზე ხო არ მიღებ? ესე ბერზეს ტესტი მოკლედ დაახლოებით 300-400 ცხენი აქვს აბუ ძრავზე უფრო სწორად არაგვერიოს და ეხლა ვიქნება ჩემი პირველი გასვლა. გახურება გინდა? თუ გინდა გაახურებ. რამდენი ხანია ესეთი კარგი გახურება არ მინახავს. გულს ესიამოვნა. კაი, всё, დასტარტავ. მიდი. მე ძალიან მომეწონა სტარტი. ლანჩ კონტროლი მახსოვს მითხრა რომ 07 ბარზეაო და ეგ ის ოქროს შუალედია, სადაც კარგად მოეჭიდება საბურავი და კარგად დაისტარტება რა. მაგრამ დაბრუნებაში ძალიან ნელია და კროკოსნექები მაგისთვის ძალიან იდეალურია რა. просто იმის სტუმრებმა არ დაგვინახო ბიჯობებრი არა გვაქვს დამოღებული, არ ვიცოდი თომდენი იყვნენ. ეს რა ხმა? ხორ გადაო. ახადება მოусმინოთ. თან როიცოდეს Subaru-ს დღეს ცუდი არაფერი არ მithავს.
ვაიმე, ძალიან ცუდი ხმა აქვს, მოსე. ხილად რო გადმოდის. დაისტუკა? ხო არ გადავა. თავაკროთ მაშინ? ბიჭო, ესეთი გაგუდული ხმა, კი არა და მყიფე ხმა თითქოს არა აქვს. კაი, ჩაკრე. ბიჭო, ნახე როგორ არის. ორ ჯეიზზე სტუკი რო გვაქვს ხოლმე. აქ გაგუდული ხმა რა. ამას აქვს ცოტა მყიფე ხმა, მაგრამ ძრავი ვაფშე სხვანაირია. შეიძლება ესეთი აქვს. აი, ეხა იცი რა ვქნათ? ხო. იყოს, რაც არის. მეც აღარ ვაწვალებ და მაინც გავატარებ. რას გაატარებ ბიჭო? მანქანას ის. დრაგზე გახვალ ესე? გავა, მაინც გაფუჭებულია და ამ შეხა ოდნავ მეც გაფუჭებული. გამოანგრე ვერს. არა ბიჭო, მაგ ძრავი შეიძლება გახეთქო ვაფშე. სუბარო ზრავია. ეს თუ ეხა იმის ხმა რა ჯონგონია, ჩათვალე უკვე აღარაფერი ვარ და ეს თუ გაივლის. თუ არა და всё. გავატარო. გიგამრიალოს ამ პაკეტში არ გაჭედოს არა. გიგამოდის იმაზე რა ქვია. არა, ცეპლენია რა, უნდა გაჭედოს, მე ჩვენ მიშვეული ვართ ეგეთ რაღაც. სამძიმრით მოდის გიგა. ჩვენ მიჩვეული ვართ. აუ არა და დედას ვიცავ არა, აი ენაზე მედგარა, რო წერდით იქ საუბარს, მეთქი Subaru-ს ძრავია, მაინც როგორ ძლებს. მეთქი არ უკითხე. მეთქი შენი ბრალია მე რო არ დაიწყოს მეთქი და. ხო, ეგ არის. ეს ხოძი. მე გეუბნები რომ ხოძი, არაფერი ჭი, წავედი. ბიჭო, მაგნიტი ხო არ გინდა მოგცე. სადა. აუ, შატონი რო ამორდა. დაიჭი რო აერშე. სალამი, ბექა. ბონჯორა. მოკლედ, შენ 135-ზე მოგვიყევი ხა, ვიცი რომ N54 დევს, ხო? და აი, რა წნევაზე დადიხარ, რა გაკეთებული? ანუ მე არაფერი არ მაქვს გაკეთებული, თითი არ მაქვს დადებული, გარდა დისკების და უკანა ბამპერის. ანუ აწყობილი ჩამოვიდა რა. ხო, შურს კაი დისკები აქვს, მე ძალიან მომეწონა. კი, აპექსებია ორიგინალი 17-ია უბრალოდ ცოტა პატარა, მაგრამ წონის გამო უფრო ვიზუალური პატარა მანქანა ჩანს რა. ანუ მე თუ მკითხავ, კი 18-ებით ძალიან მოუხდება, მაგრამ 17-ების ოკეი, ანუ საერთოდ არ ხდება თვალშიო პატარა. ერთადერთი რაც გავაკეთე, არის ჯებე მოხსენი, ჯებე ჩამოყვა და ჩაუწერეთ გატეხილი MHD 2+. E20-ზე თუ არ ვწდები სპირტს. ო, ოკეი. სხვა დანარჩენი რა ვიცი, თითი არ დამიდია. კაი, ერთი ჩაგვახედე მაინც კაპოტში. კაი, აქ დევს კაენი. დაუფაიფი დგას, ჩარჯფაიფი დგას, ბლოუფი დგას, დიდი კულერი დგას, ელდოროს ბაბინები და თუ არ ვწდებით CV სვეჩები. ო, მეგრე რა, შვენიერი. უკვე სია გაიჩიტა რა გვაქვს გაკეთებული, stage 2-ია, ხო? კი, პლუს. ოკეი. კაი, და რა მიიღე საბოლოო ჯამში ცხენი დაახლოებით? ან გაზომილი ხო არ გაქვს ზუსტად? ანუ 100-200 კი. ცხენი? დინოზე არ მდგმია. 100-200 გამოუშვ მაშინ, მაინც საინტერესოა. 100-200 ანუ სუფთა ბენზინზე დადის 8-6-8-7. კაია. ანუ E20-ის გარეშე. და E20 დადის დაახლოებით 8-1-ში და აი ყველაზე კაი პირობებში შეიძლება 8 გავტეხო. ოკეი, შვენიერი. ლანჩ კონტროლი რაღაცები გაქვს? როგორ? ლანჩ კონტროლი რაღაცები გაქვს? არა. ანუ ჩვეულებრივად მექანიკურად გასცეპლენით, ო, ოკეი. გამოცდილებიდან გამომდინარე და ვარაუდით რამდენი ცხენი მიიღე რა მითხარი? ანუ ბიჭებს ამ ნაწილებით აქვთ დაწერილი, ვისაც გმიათ რა, დინოზე 450-460 მაქსიმუმ ესე რა. ძრავზე იძახ, ხო? კი. ხო, ძრავზე. ოკეი. დაახლოებით ერთ კლასში ვართ რა ყველა რა. всё, მოკლედ, სატესტო გავლები გვექნება და დანჩეს მე უკვე შენ თვითონ შეეჭიდები. ნახავ, როგორ იძრება აქ მანქანა. წარმატებები. ჰალო. კაი, BMW 125 N54 ძრავით დაახლოებით stage 2-ზეა ეს მანქანა და ვნახოთ 402 მეტრს როგორ გაივლის. ჩვენ მზად ვართ.
შოქში ვარ, ბიჭო, რას დადის? თან მე რაზე ვღადაობ, იცი? გამშვების სისტემა ან სტოკი აქვს, ან ოდნავ გადიდებულია. თითქმის ხმა არ აქვს მანქანას, მაგრამ Tesla-ს რო ხომ, ხო იცი, საბურავების ხომ არ და ბიჟრო ეგრე რომ მიდის. დაახლოებით იგივე ეფექტი ქონდა. მაგრამ მაგრად წავიდა. მაგრადაც წავიდა, კარგადაც გააჩერა. რამე პრობლემა ხო არ აქვს, მოიცა ერთუთით. ბექა, რამე პრობლემა ხო არ გაქვს? გაჩეკა და მაგიტო გავუშვი, მაგრამ ეხლა აღარ შექმნის პრობლემას. ბიჭო, რავი, ხო, ხმა არა აქვს, მაგრამ კარგად მიდის აშკარად. პროსტა ერთი რაც მაეჭვს, ძალიან მალევე ჩერდება იქ. ხო და იმის ბრალი ხო არ არის, ცოტა დაბალი სიჩქარე აქვს. აინტერესო. შენ მე სტუკიანი. თუ გაასწარი ამათ რა? თუ არა, რომ გავაცრებ? სოკარისგან გექნება 100 ლიტრი საწვავი. მოსულა? მოკლედ. ესეთი რაღაც გავაკეთოთ რა. სოკარისგან ჩვენ გვინდა რომ საჩუქრები კიდე რადგან სოკარია ჩვენი დრაგის დავდგეთ ძმა სერიების სპონსორი, მოსეს კი დავინიზლავეთ 100 litrze, მაგრამ თქვენც არ მინდა ისე დაგტოვოთ, ამიტომ კომენტარებში დაწერეთ და რენდომად ერთ-ერთ თქვენ აგარჩევთ და ისე უბრალოდ საჩუქრად 50 litrს გადმოგცემთ რა. ეს ჩეკავს ვარ. დაგვერხა? ბიჭო, აქვე დაშილები გოხმაცავე. სამივე ორივე ჩავიდა. რა გაუშვეთ რა. რისკები, ვალოდინები? ჩემი და სამამულო ომია. აუ. კაი, ეგ არის მაშინ. всё. ბიჭებო, ნახე რას ვაკეთებთ ეხლა რა. ხელს ავწევ და რო დავიწყებ ჩამოქნევას, შეგიძლიათ დასტარტოთ. გაიგეთ ყველა? ოკეი. კაი. ზად ხართ ყველა? მოკუდავ სიო ეგარი მოსე არა და სოკარისგან ჩვენ მქონდა საჩუქრად 100 ლიტრი თუ გაასწრებდა სტუკით ამ ორ მანქანას არა სამწუხაროდ მორჩა Subaru აქვს მორჩა ნუ ძრავი მორჩა ხა თქმა შეცვლის გიგა რამდენი მოვიდა ფინიშამდე მანქანა სამივე გადმოკვეთა, თავარია. აი ეს ბალახბულახებში რომ მოვიდა, ის Subaru იყო, ხო? ხო. პიარზე მოვიდა ბოლოს. აბა, საშიშია? ახლა ცილენი გაარო. შაკო, კამერა გაამზადე, ზეთით დასტუკდა. აუ, გადავიდო, აუ, ზეთით დასტუკდა. არა, შანსი არა. გადავდაო, შენი მაგა. არა, შანსი არა. მაინც ავკითხოთ ეხლა. ორივე გავდა გავდა. საკანო სტარტი არის, მე მეორე შურადაც დაიწყო. ეს რა ხმა, ჩემი და. რა ხმა? რა ხმა? პირველად აკეთებ? შენ წადი ძმაო, იქ დადე. წადი ძმაო, დადე. სერიოზული გუძოვები.
ჩააქრე ცოტა ხანი ჩააქრე. რა ხდება მამა? რაი? ესეთი ხმა არ ქონია ხო აქა? ბიჭო, ერთი აზრი. ფეხით უნდა დადგეთ. თელეხი და სამზიმანი ერთად რომ გადავიხადოთ ყველამ. ხედა, BMW მაინც აღნია, მაინც გადაშა. ჩემი კაცი. იმენა შოქში ვარ. პირველი შემთხვევაა სტუკის? მოიცა გადაწყვიტე რომ სტუკია? აბა, გალუქს ავტომობილი. არ პროსტა ჩვენ ხო გაწუხებული გვაქვს ეს დასტუკ და რაღაცა. შეუძლებელი მოვლენა. ბიჭო, ჩემ ერთ დრაგზე შენ ვიდეოს უყურე. ერთ დრაგზე ბრატ. ორი მანქანის სტუკი. ჯერ ერთი მანქანის სტუკი ალბათ იყო და შეიძლება არ მითხრა ვიღაცა, მაგრამ ორი მანქანის სტუკი რა ხდება? ხო მოვედი ცოცხალი. არც მქონდა არაფერი. ბიჭო. ეგ არაფერი, პირველზე მე გული დამწყდა, მოდასტუკდა. მე მეორეზეც გული დამწყდა, მესამეზე ისეა და მეოთხეიდან დღემდე გატოხებულია. მე მე-14-დან გამიტრუხდა. ანამდე ვერა. ძვირი ღირსა ჩემი. ისტორია. ხო. ეს ვისეული. თითო ზოსაფუჭოს. კლადიშები დაქონა GBT-ზე. გალოკიდან ასურებდა ხოლმე. კლადიში აცელი მაინდა. ეს რა ხდება? ჩემი კაი. ვაიმე. სერიოზულად ხوار გაგამყიარულებ. თან ამას ვინ იძახის BMW-ს პატრონი ხო? დიდი ფამილი იყო და ვერ საფრთხის იყო თუ იქიდან დაშვებული რა. ეგ არის ჩემი კაი. ანუ ერთადერთი ვიდეოა, სადაც BMW, ანუ კი არ გადარჩა ყველაზე ჯამრთელ მდგომარეობაში, ანუ დონატებით დაასრულა თავის მოღვაწეობა და გამარჯვება აღნიშნა აქ. მოკლედ, ასეა თუ ისეა, ესეთი, ანუ სტუკის ერთ-ერთი მიზეზი არის ხოლმე როგორც ეს ზეთი. ამიტომ შეგიძლიათ ჩაასხათ პაკელო იტალიური ზეთია, რომელიც ჩვენ უკვე სილვიასში ჩავასხეთ, 39-ში ჩავასხეთ, სილვიას ვიდეოს ხოთ შორტ ნელ-ნელა ვამზადებთ და განახებთ როგორი იქნება და თქვენ თუ გადაწყვეტეთ რომ პაკელო უნდა ჩაასხათ, შეგიძლიათ ტუზ მოტორსში და კიდე აი ეს მისამართები იქნება ამონათებული, მიხვიდეთ და შეცვალოთ თქვენი ზეთი. გაისპეროს ხომასებულია. ხო. ნილილაი. ძალასო კარგად და მე უფრო ვაწვებოდი გეგონება რამე შევცვლი. აი უფრო ხო კვდებოდა და მე უფრო კალინოლიჩკივთან გამქონდა ფეხი, ой, წადი, მეთქი და მოხდა. მოკლედ, მოსეს აი ესეთი დარდი რომ დააბალანსოთ, შეგიძლიათ მოსეს არხზე გადახვიდეთ, გამოიწეროთ, დაულაიქოთ, გვიყვარხარ ხეროსგან. კიდე რა გინდა მითხარი? მეტი არ. დღეს თრისამში ჩაგითრიე, მაგრამ ნუ არ გაგისწორდა აშკარად და. ხო და რა ვიცი. ბიჭო, არა. ჰეშტეგი ხეროან რამე დაუწერეთ. არა უშის. მალე ავუწევთ. ძალიან. სულ რაღაც ერთი დღის ამბავია იმის ახსნა. ტურბოკიტი ბოლტონია, ხო? ხსნია რა? ყველაფერი ბოლტონია, ზრავით ბოლტონია. ზუსტად ზრავის გახსნა არ გიწევს? არის გახსნა, ის ანუ ეს სტანდარტი ზრავი იყო. იგივე ანუ 600-დან 800 დოლარამდე ყიდულობ მიდიხარ, აი ხა პირველად აქედან წავალთ. ხავშე ერთი დღის თემაა. დროც საკმარისი, ხა პირველად გავიდი აქედან დაშილებში, X რა ხავიღებ და კარგი ხელოსანი, დღეს ხა პირველად აი 2 საათის თემა იმას ზრავი შეცვლა ეხლა. აი 2 საათში ისე ხოძე იქნება, რა. აი მაგითო ყველაზე მარტივი სოფი ეს რა. გაინტერესებთ რატო უნდა ჩამოიყვანოთ ხოლმე ზოგჯერ მანქანა კორეიდან. იმიტომ რომ ზირთად დაუზიანებელი მანქანები ჩამოდის. და არ მოგიწევთ აი ესე და ისე დგომა, აი შეხედე 1-2 როგორ დგას. მართალია დიდი პრობლემები არ გვაქვს ამაზე, მაგრამ იმას დიდი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ასეა თუ ისეა ვინც გადაწყვიტავთ ჩამოყვანას ავტომობილის, ხო აუტო იმპორტ შეგიძლიათ მიმართოთ, ჩვენ უკვე დიდი ხანია თანამშრომლობთ ხო აუტო იმპორტთან და როგორც ამერიკიდან, ასევე კორეიდან შეგიძლიათ ჩამოიყვანოთ კარგი მანქანები. აი გადააჭერი წინ.
კაცის ძალა. მიდი სეპლენი ამოვარდყი. გააკრები.